სტიქიას საჩხერის რაიონში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, ყველაზე რთული ვითარება სპეთშია, სადაც რაიონულ ცენტრს 30-ზე მეტი ოჯახი მოწყდა. ადიდებული მდინარის წყალმა გზა, ადგილობრივების ეზოები და სახლები დააზიანა. წყალდიდობის შედეგები ჩვენს რეპორტაჟში. მიუხედავად ამისა, რომ მაღალისად გასეს ჩვენი სახლი, ავიდა პირდაპირ პირველ სართულამდე. ჩხიტუნიძეების ოჯახის გარდა მდინარის წყალმა სოფელ სპეთის რამდენიმე ათეული ოჯახი დააზარალა. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის საველი ნაწილი და მოსახლეობის ეზოები დატბორა. დაიწყო ასე 7 საათიდან 1-4 საათი 3 საათი გაგრძელდა წვიმა რა. ამ დიდი წვიმა და გააფუჭა გზები მოსყო აქაურობას. ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 30-ზე მეტი ოჯახი. ადგილობრივები ყვებიან, რომ ძლიერი წვიმა 4 საათს გაგრძელდა, რამაც მდინარის კალაპოტში წყლის მატება გამოიწვია. სტიქია სოფელ სპეთს ხშირად აზარალებს, თუმცა ასეთი მასშტაბის წყალდიდობა ადგილობრივებს არ ახსოვთ. ჩვენთვის არ მთიანი ზონა არის, არც გზა არის, არც კვალი არის. მოწყვეტილი ვართ სამყაროს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა. მდინარის მიერ მიტაცებული 20 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოებისთვის საჭირო თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. შევარდა ლამის სახლებში შევიდა და დააზიანა გზები, რომელზედაც არ შეიძლება მანქანის გავლა და ავტომობილების გავლა გამოიყენა. ძლიერმა წვიმამ სოფელ სპეთის გარდა საჩხერის მუნიციპალიტეტში 7 სოფელი დააზარალა.